ქობულეთში 40 მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა ძლიერმა ქარმა წაიღო შტორმის სიმძლავრე მატულობს და ზღვა ამ დრომდე ტროტუარზე გადადის. ქალაქს გათიშული აქვს გაზმომარაგება და დაზიანებულია ელექტროსადენები. ასევე ქობულეთში დატბორილია ქუჩების ნაწილიც. რამდენიმე მოსახლის ეზოში კი ზღვამ ინერტული მასალა შეიტანა. ათობით ოჯახი დაზარალდა ჩაქვშით. სანაპირო ზოლზე განადგურებულია ნაპირსამაგრი ჯებირები. წყალი შესულია საცხოვრებელ სახლებში. ადგილობრივები ხელისუფლებას ნაპირსამაგრის სამუშაოების დაწყებას დაუყოვნებლივ სთხოვენ. არალი ძირითადად არის თამარობის სანაპიროზე და დაბაჩაკვის ტერიტორიაზე. თამარობის სანაპიროზე ამოტანილია ხრეში, სავალ ნაწილზე დაახლოებით 20 მეტრის მონაკვეთის ნაპირდამცავის ნაგებობა არის ჩაშლილი. დაზიანებულია გარეგანათების ბოძები და პლაფონები. და ამჟამად ვერ ვახერხებთ ზარარის დაცვას იმის გამო, რომ შტორმია და ფიზიკურად ის მონაკვეთები, სადაც სამიაღვრო არხი ამ ტერიტორიებზე გადადის, ვერ შევდივართ. სარფის სანაპირო ზოლზე მოულოდნელად მოვარდნილ შტორმს 53 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ბათუმიდან ჩასული სამი მამაკაცი ანკესით ეთევზაობდა, რა დროსაც ძლიერმა ტალღამ ისინი ზღვაში ჩაითრია. ორმა მათგანმა ტალღებისაგან თავის დაღწევა მოახერხა. ერთი მეთევზე კი ამ დრომდე დაკარგულია. საგანგებო სიტუაციათა სამსახური ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდა, თუმცა ცუდი ხილვადობის და ძლიერი შტორმის გამო ძიების დაწყებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. შემოვიდა გუში საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე 112-დან შეტყობინება, რომ სარფის მიმდებარე სანაპიროსთან დაიხრჩო 55 წლის მამაკაცი. 10-20 წუთში მობილიზებული იყო მთელი ჩვენი სააგენტო სამაშველოს შემადგენლობა. მოვედით შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ძლიერი შტორმი. დახვდნენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ ფაქტს. ეხლა ველოდებით, რომ ჩაწნარდეს ამინდი და შტორმმა დაიკლოს, რათა შეუსვა ჩვენი მყინთავები და გააგრძელონ საძიებო სამუშაოები. სათევზაოდ 6 საათის მერე შემოვიდა. აი, ფაზე ისნა ეს დიდი ფარვარის და მოვადგინაგერა თვითმხილველი იყო ახლა. მოვადგინდა დიდი ტალღა, სამი იყო, სამივე უცბად დაიკარგა. შემდეგ ორი გამოჩნდა, ეს მესამე არა. და რამოდენიმე ხნის მერე ნავი ამოყავდათ ადგილობრივებს აქედან მოაწეებო. რამოდენიმე ხნის მერე აი აგერ ისვარი ბეტონი დასხული იმის პირდაპირ უნახავ. ნუ 2-3 წუთი ებრძოდაო და ერთი ამოყდა მე ჩავარდა და აღარ გამოჩნდა. ღამეში ძალიან დიდი იყო, მე მთელი ღამე გავატარე. მაგარი შტორმი იყო ღამეშიც, მაგრამ ეჩენია საერთოდ და როგორ შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი წაიღო, ასევე აეროპორტში 8 განათების ბოძი მოგლიჯა. ძლიერი შტორმი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ დრომდე 5 ბალს აღწევს. შტორმი ბათუმში წუხელ დაახლოებით 23 საათზე დაიწყო. ზღვის ტალღებმა სანაპიროსა და ცენტრალურ გზას გადაუარა. შტორმმა გამოიწვია სანაპიროს დანაგვიანებაც. ამ დრომდე ვერ ხერხდება კოლექტორების გაწმენდა. ქალაქის მმართველობაში აცხადებენ, რომ თუ კი შტორმს ძლიერი წვიმაც დაერთვება, მაშინ ქალაქის ქუჩებიც დაიტბორება. ტალღების დიდი დარტყმა იყო შუაღამით, ეხლა უნდა ნელა-ნელა ამიდმა გადაიღოს, რაც შეეხება ტექნიკას, ქალაქის დატბორვას. მთელი ტექნიკა მობილიზებულია, 6 ადგილას მუშაობს და უნდა ითქვას, რომ უმოკლეს 1 საათში ფაქტიურად ყველა არხი, რომელიც გაედინება ზღვაში, გახსნილი იქნება და მოსახლეობას პრობლემები არ შეეხება. ანუ აღდგება მთლიანად ქალაქის პერიმეტრზე, ზღვის პერიმეტრზე არის პრობლემები, გადაადგილება ჭირს და უკვე 1 საათში ეს პრობლემა მოგვარებული იქნება. 6 ერთი მძიმე ტექნიკას მოუყარა თავი, აქვე არის ქალაქის მერიც, მოკლედ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ეს სანაპირო ზოლიც, ეს შენობა ნაგებობანიც, სასუფთავების სისტემა და მათი მესვეურები კარგად მუშაობენ, მიმდინარეობს დაგვა, ასევე სახალხო რაზმის
ხელმძღვანელობაც აქ არის. მოკლედ ყველა მობილიზებულია